აჭარიდან ჩამოვიდა ახალი ტილოს მოსაცმელები ძალიან ლამაზი ყვავილებით და მინდა გაგიზიაროთ. რომ ტილოსა რა თქმა უნდა 100% ტილოა ნახე ლამაზე გამოვიდა ამჯერად. ძალიან ლამაზი ყვავილებით. სამბახებით შავს განსაკუთრებით მოუხდა. ნახე ეს ნაქარგები ძალიან ამშვენებს ამ ხალათებს. ნახე რა კარგია. სარჩულის გარეშე საფხულისთვის უკეთესი აღმოჩნდა. ნახე, ერთ მხარეს ასე გააკეთეს, მეორე მხარეთ ასე. შიგნიდანაც რა ლამაზია, ნახე. სულ არ გეგონება ხელით გაკეთებული ისეთი ნაქარგია. ეს შიგნით ამხარია. ეს გარეთა. ნახე ზურგზე რა კარგია. აი. სეიმია. იქ დაიგვიანა გაზაფხულმა წელს. ეს ჩვენ გვაწყობს, იმიტომ რომ გარეთ სამუშაოდ არ სცალიათ. და ბევრი დრო აქვთ საქარგავად. ოჩაღი ქალები, როგორი ფერები ააბჟღვრიალეს, ნახე ერთი. ნახე რა ლამაზებია. არავის არ უთქვამს სხვადასხვა ფერი გააკეთებო, მაგრამ თვითონ ასე მოისურვეს. ამას სარჩულიც აქვს, ნახე. შემოდგომაზეც გამოდგება ცოტა პლაშივით, ხალათივით. ჩვენი მეგობარია ერთი ერიკა. ავსტრიელია და მიუნხენის აეროპორტში ეცა თურმე ვიღაცა ქალი. ეცვა ეს. და თქვენო გარდენიაში იყიდეთო? ამოჩნდა რომ იქაც იცნეს. ასე რომ ჩვენმა ქალებმა უკვე გაითქვეს სახელი ამ ლურჯით ძალიან ლამაზია. ნახე რა კაია შიგნითაც. ზეიმია. წინ არაფერი არა აქვს, ამას მარტო ზურგი აქვს, ნახე. არ მეზალება გაშლა, არც ერთის გაშლა არ მეზარება, ნახე რა კაია. აი შიგნიდან. როგორი ნამუშევარია, როგორი ავერლოკით შეკერილი გოგოებმა როგორ შეკერეს. შიგნიდან დაკარგული, არც შიგნიდან არ არის ცუდი. სუფთათაა გაკეთებული. აი. აქაც კიდე ფერადი. ეს უფრო სქელი ტილოა. ტილო არის უკრაინული ძალიან ძიმე და კარგი, 100%-ით ნატურალური. ეს შიგნიდან სარჩული. ზოგჯერ სარჩული კიდე უფრო ფერადია ვიდრე გარედან. გემრიელად და ლამაზად შეკერილი 100%-ით ნამდვილი ტილოებია. ესეც წინა მხარია. მე ჩავაცვათ გოგოებს და ისე ვაჩვენოთ. ბევრ სხვა ნამუშევრებთან ერთად, პანოებთან, ჩანთებთან, ყველაფერთან ერთად ეს ხალათებიც ბევრი დაგროვდა ახლა. ისაც უფრო წყნარი ფერები შედარებით, აი დიდი ზამბახები ზურგებზე. რა ვიცი, მე არ ვიღლები ამ ქალების მოფერებით და შექებით. როგორ შეიძლება არ ვიყო მადლიერი და კმაყოფილი. აქ პატარა მაღაზია გვაქვს ბახში შემოსასვლელში და მოსული სტუმრები იქ არჩევენ თინა აქტიურად ეხმარება, ჩააცმებს, გახთის, არეზარება, ჩვენება. ეს ნეკერჩხლის ფოთლები წითლად, ნახე რა კარგია. ცალმხარეს წინაც აქვს ამას, აი. handmade ყოფილა. აი კიდე ერთიც ვაჩვენოთ. არ მწყინდება. რომ ჩამოდის შემიძლია ვათვალიერო სანამ ყველას არ ვნახავ. ამას წინ უკანაც აქვს მთელი ეს სილამაზე და წინა მხარესაც. ესეც ნახე რა კარგია ლურჯზე. აი. თან როგორი გატკიცინებული აქვს, ნახე როგორი დაკეცილი ლამაზად. აი. აი. ორს ერთნაირს ვერ იპოვი, იმიტომ რომ 80 ქალი კარგავს და
ვისაც როგორ საითაც წაიღებს გემოვნება და სურვილი საითაც წაუვა იმას აკეთებს. ბევრი არ სრულდება, ხო არ გონია რომ ოდესმე მთავრდება. აჰა. ესე ჩენი დოლჩე და გაბანა. აი. გორჯით. ეს ჩემთვისაც ახალია, მიცემ ნახო. უი, ეს რა უქნიათ. ეს თარგი არ ვიცოდი. აი. რა თქმა უნდა, ეს ეთნოგრაფიული ამბავია. აქ უპრეტენზიოთ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე თავმდაბლად წყნარად თავის საქმეს აკეთებენ და მადლიერები არიან ისევე როგორც მე ვარ მათი მადლიერი. ელეკო, ოქრო ხარ შენ, ოქრო, დაახარ ჩემი. აჰა. ახაც ზეიმი გადაწყვიტეს. აჰა. საფხულის თხელი. აი ნახე როგორი ტილოა, შუქი გასდის. აი ეს უკანა მხრიდან, ეს წინა მხრიდან. დღეისთვის საკმარისია. ამასაც ხო დაკეცვა უნდა ეხლა. მადლობას გიხდით. თუ მოგინდებათ ჩვენ პატარა მაღაზიაში შეძლებთ, შეიცინოთ.